მოგესალმებით, მე გახლავართ გიორგი დარასელია და მინდა აუცილებლად მოვიტყო ყველა განსასწრებში მყოფი ადამიანი, აუცილებლად მინდა მოვიტყო პატიმრები და უცხოეთში მყოფი ქართველი, ყველას ბედნიერება და სიხარული უნდა გისურვოთ და ვისაც რამე პრობლემა გაქვთ ღმერთმა რა ვიცი, აი სასწაკვეთამდე არ მიგიყვანო და გამოგიყვანო და აუცილებლად ეგრეც იქნება და აუცილებლად მინდა რომ აი დღეს მინდოდა განსაკუთრებით მამა სერაფიომნის გარდაცვალების წლისთავი არის დღეს და განსაკუთრებით მინდოდა რომ იმიტომ რომ მამა გიორგი დორეული მყავს ადამიანი რომელიც ძალიან ახლოს იცნობდა ამ ადამიანს და მის შესახებ ერთი ორი სიტყვა რომ ეთქვა იმიტომ რომ გუშინ წარმოიდგინეთ მრევლი იყო ბოლნისიდანაც კი ჩამოსული 40 წლის წინანდელი მრევლი წარმოიდგინეთ 40 წლის წინ მამაოსთან დადიოდნენ და დღესაც პატივს მიაგებდნენ და აი ესეთი ადამიანებს უნდა გვახსოვდეს და თუ რას ნიშნავს ჩვენთვისაც რომ ესეთი ადამიანის ხსოვნა იქნება მამაო არაჩვეულებრივი ადამიანი რომელმაც ბევრი ძალიან მაგარი სასულიერო პირი დატოვა და დედა უყავს კიდე იქ არაჩვეულებრივი რო არ მოვიკითხო არ შემიძლია აი სახლი აქვს თავის დედა ბარბარეს და იქ ყავს უამრავი შვილი და აუცილებლად მე დედა უცხშირად ყოფილა ხოლმე და კიდე მოვიწვევ განსაკუთრებულად რა თქმა უნდა და ბოლნისელებს და ყველა იმ ადამიანს ვინც იმ წარსულს პატივს ცემთ ყველას დიდი სიყვარულით მოგიკითხავთ მადლობა დიდი რომ აი ესე მამა იონე ჯიშკანიანს ვინც აფასებდა ვინც ესე დიდ ადამიანებს აფასებდით ყველას ჩემგან დიდი პატივისცემა და მადლობა აქედან პირველ რიგში ეს არაჩვეულებრივი ხალხი ხარ და გადავალ აუცილებლად და მამაოს კითხავთ ამის შესახებ იმიტომ რომ მამაოს ძალიან ბევრი სასწაულებიც აქვს მისი ნანახი და მის ხელში ძალიან ახლოს იყო და გაუვლია ბევრ ამას და თუ შეიძლება მამაო რომ გითხრათ რომ გავიხსენოთ ორი სიტყვით თუ შევეხები და მე თემაზე რა თქმა უნდა გადავიდეთ კიდევ. დიდი მადლობა უფარს, მადლობა შენ ჩემო გიორგი. უპირველეს ყოვლისა სტაშორიდან შემოვალ თუ შეიძლება და ვისარგებლებ თქვენი ეთერით და საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს დიდი სიყვარული და მორჩილებით მიულოცავ საქართველოს ეკლესიის მამამთავრობის ტახტზე მის აღსაყდრებას და სრულ სიყვარულს და პატივისცემას და მორჩილებას გამოვხატავ. რაც შეეხება მამა იონე, მამა სერაპიონი, ყველანაირად იცნობს ხალხს, უკაცრავად ხალხი. ნამდვილად მე შემიძლია ვთქვა რომ 2003-2004 წლიდან ვიცნობდი უკვე და ბევრი რამ გააკეთა ეკლესიისთვისაც მარტო არა თითოეული კონკრეტულად პიროვნებებისთვის და ნამდვილად მამა მე რო გავიცანი იყო ჯერ ქოზიფაში პირველად რო ჩავედი მე ეს იყო ის დღე და ის ღამე აი ცხონებულმა კარგმა გულიანმა ქართველმა გოდერძის შოხელმა რო რაღაცა ზიანი რო მიიყენა და დღესაც ვიხსენიებთ გოდერძის და ღმერთმა აცხონოს მისი ლამაზი და უკვდავი სული და ის დღე იყო და იქიდან მოყოლებული იმდენად თბილად მოხდა ჩვენი შეხვედრა სასულიერო პირი ვიყავი უკვე მეც მაგრამ ჩემში ყოველთვის არის ერთი რამე რა რომ უფროსების წინაშე ცოტა მორიდებული ვარ და ახლა რასაკენა კოლეგიალურობა იყოს მამაო ყველაფრით დიდი იყო ბევრზე და მით უმეტე შემზე მღდრობითაც კაცობითაც ღვაწლითაც ეს არის ყველასთან ღვაწლით იყო ძალიან დიდი და მაშინ თქვენ 20 წლის წინ და 30 წლის წინ ახალგაზრდა იყავით ძალიან მღდრობისთვის ეხლაც ახალგაზრდა ხარ ხო და მახსოვს ეხლა თავიდან თავისთავად ხადია ისე მივედი რომ როგორც უბრალოდ კარგ არქიმანდრიტ ან კარგ მოღვაწე მოძვათ მაგრამ ერთი ესეთი რამ ხდებოდა რა ქოზიფაში მაშინ არ იყო გზები ცუდი გზები იყო ძალიან იქ პატარა მანქანით ვერ ახვიდოდი გამორიცხული იყო დიდი ეგრეთ წოდებული ხიდებიანი მანქანითაც ყველა ვერ ავიდოდა ახსოვს ახლა ვინც მონასტრული ცხოვრება ისის ქოზიფეს მონასტერი 25 წლის წინ ყველას ახსოვს და აი არაფერი არ არის რა გიორგი და სიჩუმე და მამაო თქვა რომ მოემზადეთო ეხლაო ქვევით მოგიწევთ ჩასვლაო და აბსოლუტურად სხვა ტიპიკონია ქოზიფის მონასტერი ვინც იცის კიდე გეონები უნდა ჩამოხვიდე ქვემოთ რაღაცები მაშინდელი გზა ეხლაც ეგრე არის ხო მაშინდე ეხლა არ ვიცი იმის მე არ ყოფილი ვარ და არ ვიცი და მოგიწევთო ქვემოთ ჩასვლაო და ეხლა ყველა ესე უყურებთ რაღაცა რატო იმიტომ რომ ეხლა არის რაღაცა მსახურების დრო ხელსაქმის დრო რაღაცა და იმ მანქანასო იცოდეთ რომ დახმარება მოუნდებაო
არადა ეს ტყეში როგორ არის, იცი? უბრალოდ აი რო გაიჩურჩულო ყველგან ისმის. ხო? ზუსტად აი 1-20 წუთი გავიდა თუ 9 საათი გავიდა და ისმის მანქანის ხმა. და ზუსტად ქოზიფედან გზა ჩამოდის, ჩავარდა, ეს წყალი ჩამოდიოდა პატარა ესეთ და ხევივით იყო. ჩავარდა იქ. ესე იგი, აი მამაომ ეს წინასწარ განჭრიდა რა. გამიგე და მართლაც ეხა თავისთავად ვინ ესე იგი მონასტერში ვინ იქნებოდა, ყველამ ზოგმა ჯოხი აიღო, ზოგმა რაკინა, ზოგმა რაღაცა და ჩამოვიდით. მე მამაო რო გადმობრძანდა ბოლნიში. და მე მართლაც მეითონაც ბოლნისთან დიდი სიყვარული, დიდი პატივისცემა მაკავშირებს. მე ძალიან ხშირად მithქვია, რომ ჩემი მეუღლის დედა იქიდან არის და 9 დედმამიშვილები იყვნენ კერძოდ ქვეშიდან. და ეხლა ჩემი მეუღლის და იქ არის გოგოლაძეების ოჯახში რძლა და ასე რომ ბოლნისელებს მე დიდი პატივისცემით მოვიკითხავ. დიდი მონატრებითაც, იმიტომ რომ ბოლნისში დიდი ხანია აღარ შევთვლით თქვენი ჰაერიც კი გვინატრება ჩემო ბოლნისელებო და დიდი სიყვარული თქვენ. დიდი სტუმართ მოყარე მხარია. თითოეული ოჯახი. მოკლედ დაუბრუნდეთ. მამა შეიძლება ბოდიშვიხტი გუშინ ერთ-ერთ ქონდა დაბადების დღე და ესე თქვა იმ ადამიანმა რამხელა საჩუქარი გაუკეთე ჩემ თავს რომ მამაოსთან მოვედიო სასფლავზეო. წარმოიდგინე დაბადების დღე ქონდა წამოვიდა და აი ესეთ ადამიანებზე მამა წარმოიდგინე ხა მეთქი ხა რა ღრმათ არის სულიერებაში რომ აი წარმოიდგინეთ როგორ აზროვნებს ადამიანი და მადლობა ღმერთს რომ აი ესეთ ადამიანებზე დგას საქართველო. ამინ. და ღმერთმა ამრავლოს ესეთი ხალხი. იცი რა არის ერთი მოხუცი ბებო ამბობს ესეთ ეხა მე იმ ლექს არ ვიტყვი, მაგრამ ესეთი ლექსი ქვია აღმომაჩინე. აი ამ ყველაფერს უნდა აღმოჩენა, იცი? ჩვენ ერთმანეთი ეხა ვისარგებლოთ, თქვენ უნდა აღმოვაჩინოთ ერთმანეთი. ვიპოვოთ ერთმანეთი, სულ კრიტიკით კი არ უნდა ვიყოთ გამიგე და სულ რაღაცა იმით რა აგრესიით და რაღაცა მტრულად ძალიან ბევრი დადებითი თვისება აქვს თანამედროვე ადამიანს. მიუხედავად დიდი სულიერი ფიზიკური თუ ფინანსური, ანუ ეკონომიკური კრიზისა. მაინც ქართველ ადამიანში ძალიან დიდი კეთილშობილობა ძევს რა. ხო და მამა სერაფიონი იყო, როდესაც უკვე ბოლნიში მიბრძანდა, ჩვენც ჩავედით. აი მე საუბრობ ისეთ სასწაულებზე. ჩავდიოდი ხოლმე საათებით ვიყავი, ჩემი მეუღლე უფრო ხშირად იყო, ილიაც იქ გაიზარდა სხვათა შორის. თვეები იქ იყვნენ ხოლმე და რის გამო ეხა მამა სერაფიონის სიყვარულის გამო. და უცბად ისეთ რამეს იტყო და აი შენ მაგალითად რაღაცას ფიქრობ. აი ჩუმად ახარ და ფიქრობ, ხო? ზუსტად იმ საკითხზე წამოიწყებდა საუბარს. ერთხელ აი მე მახსოვს, ვინც კი იყო ეხლა ახსოვს ალბათ ჩემ მეუღლეს და ყველას, რომ იქ ეზოში ერთი ახალგაზრდა თქვა, რომ მამა ვარ იყო იქ. მამა ვარ იყო იქ და აუ ეს კოღოები როგორ მკმენენო. 9 საათში თუ 40 წუთში მამა ეზოში გამოვიდა თუ სატრებოზე შევიდა და მამამ დაიწყო კოღოების საუბარი. და დაიწყო იცი რაზე, რომ აი ხალხმა რამდენი ტკივილი გადაიტანა ქრისტეს სიყვარულის გამო და ჩვენო როგორ მოწამა და ჩვენ და ვიღაცეებს აქ კოღოების ატანა არა აქვს. და ეს ეხლა უნდა მიხვდე ეხლა რაზია საუბარი. მე იქ თავისთავად ცხადია, იყო ძალიან ბევრი ადამიანი აცრემლებული მოდიოდა. ძალიან ბევრი და ჩემთვის ყველაზე დიდი სიხარული არის ის, რომ წარმოიდგინე ხა მე ვინ ვიყავი ჯერ 2-3-4 წლის მღვდელი ვიყავი. და არ ვიცი ალბათ რაღაცა მასწავლა მაგით მამა სერაფიონმა იოანემ არქიმანდრიტმა, რომ ორჯერ მითხრა რომ მოდი ახსერება მინდა რომ ჩაგაბარო. და ახსერება ჩამაბარა და ეხლა თვითონ 올არს რო დავაფარებდი, მე თვითონ კანკალებდი, იმიტომ რომ მე ვგრძნობდი რომ ძალიან დიდ ცეცხლთან ვიდექი რა. ძალიან დიდ ცეცხლთან ვიდექი და თავისთავად ცხადია, მე ბოლნისიდან უკვე შენს კარგად მოგეხსენება როგორ განვითარდა ეს მოვლენები, მე იყო მლეთა. წარმოიდგინე მლეთაზე თვეობით მარტო იყო წვერში. მაღლა მლეთაზე, სადაც
რა ვიცი, რამდენი 3-6 კვადრატული ოთახი ან იყო, ან არ იყო და მე უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ დღეს რო ვინმე ფიქრობს, რომ დღეს მოღვაწეები არ არიან და დიდი სულიერი, ღრმასულიერი ხალხი არ აყვავს, სწორედ დიდი სულიერება იყო ის, რომ ზამთარში, ამ ყინვაში, არც ფეჩი, არანაირი აბსოლუტურად, ეხლა იქ რა უნდა იყოს მლეთაში, წვერში. პატარა კიდე გეუბნები, სადღაც აი მაქსიმუმ 7 კვადრატული ოთახი, ხო? და წარმოგიდგენია, რომ ადამიანს, აი მე წამს დამჯერა, რომ სული წმინდა ათმობდა რა. თვეებით იქ იყო, მით უმეტეს ზამთრობით და ყველაზე მთავარს მე გეტყვი რა. ილია იყო ცუდად, ჩემი ხა ვინც არის ხა ილია ჩემი შვილი და მამაოს ერთ-ერთი საოცარი შვილი და ესე იგი მოზარდია მაშინ იქნებოდა ესე 6-7-8 წლის და ხა ჩემო მეუღლე თქვა რომ მოდი მამაოს თხოვოთო რომ მოვიდესო და არაფერი უბრალოდ ისეთი ცუდად იყო ხა ეს წამლები და ეს ქიმიური პრეპარატები ვერ შველიან და ჩასაწვეთებელი იყო თუ მოკეთ ვერ შველიან და მამაო მოვიდა, ხა ჩვენ ხო იცი, სუფრას უწყებთ, ხო სახარებაში როა მართა და მარიამი, ხო იცი, როგორ მართა ზრუნავდა სპორტხარ მრავლისათვისო და ამასობაში მამაო უზის ილიას გვერდში და უჭირავს ილიას ხელი რა და არაფერი მამაო საუბრობს და რატომ ვიცი მამაო შეეძლო ეს არის დიდი მიღწევა სულიერ სიმაღლეზე რომ მას შეეძლო რომ ესაუბრა შენთან მაგრამ გულით ელოცა ნებისმიერი დაავადებულისთვის იმ წუთას აი ავანტყოფისთვის და მე საუბრობ აი სადღაც 20 წუთში 9 საათში აბსოლუტურად მე საკუთარ თვალით და რავი ჩემი თვალით ვიხილე ჩემი ყურით გაგავიგონე რა და ჩემა ოჯახმა რომ მაქსიმუმ 9 საათში ილია ფეხზე წამოდგა და ჯვარისწერია ჩვენ შვილებს რა ვიცი იმის შემდეგ ესეთი რაღაცა ძალიან მკაცრი დაავადებები და რაღაცა ვირუსები და რაღაცა ქრონიკულები არაფერი აღარ არის ესე და მე მახსოვს ერთ-ერთ მონასტერში ვიყავ და დედებმა თქვეს სხვათა შორის მე ჩემი ყურით გავიგე და მე თვითონ რომ გამიხარდა რომ მამა გაბრიელს შეადარეს მამა გაბრიელს შეადარეს ხა მამა იოანემ ცოტა სხვანაირად დაიწყო კერძოდ მე მახსოვს რომ საუბრობდა რომ ოჯახიდან რომ წავედიო მაშინ მუშაობდა თავისებურ საჯარო სისტემაში მაშინ არ მახსოვს ახლა ზუსტად რაზე არის ძეგთა დაცვაში იყო მე მგონი აი ეკლესიებს აღდგენდა და რაღაცა გავსაკეთებდა ბევრი ხო უბრალოდ ზუსტად რომ არ მახსოვს ხოლმე ეჭვისქვეშ რასადგას იმას არ ვამბობ არა მე ზუსტად გავიგე მახსოვს აი ეს რომ მამაო მითხრა იმიტომ რომ ხო გეუბნები ჩვენი ცხოვრობდით გარკვეული პერიოდი და მიყვებოდა ხოლმე რომ თავიდან რომ წამოვედიო სახელდანო სიმსივნე მქონდაო და 5 წლის მანძილზე ოჯახის ოჯახის წევრი იყო თუ ნათესავები იყო თუ ვინც იყო რა მისი წრე ვეგონე გარდასვლილი ყველასო და რა გავაკეთეო ეს დიდი მოღვაწეობა ნახე დიდი ტოტი ხის დიდი ტოტი ამას ვინ შეძლებს აი მითხარით უბრალოდ თუ არა ღმერთის მიერ შეწევნადი ადამიანი რა თუ არ მოგეხმარა ღმერთი ამას ვერავინ ვერ გააკეთებს და დიდი ტოტი ვნახეო ტყეშიო ამოჭერი ის ტოტიო და წარმოიდგინე იქ ვიწექი ღამეო ამოჭერი იმიტომ რომ არ გადმოვარდნილიყავიო ეხლა მე დარწმუნებული ვარ მამაო ეხლა ესეც კიდე თავი დაიმდაბლა გაიგე თორე ის ეხლა მთელი დღე და ღამე გასწორებული ქონდა დოსვაში და მსახურებებში რა ხო და ეს როდესაც თქვა ბევრი მოღვაწე მამა მომაგონდა რა და თქვა რომ როდესაც 5 წლის მერე როდესაც განვიკურნე და საინტერესოა ერთი რამ რომ არაფერს არ მიირთმევდა გარდა ხორბლისა ეს ხორბალიც იყო არც კოლიო არც რაღაცა მოხარშული ეს იყო წყალში ჩამბალი ხორბალი რომელსაც მაგალითად კილოიანში თუ რაღაც გარკვეულ ზომის ჭურჭელში ჩაყრიდა და ერთი კვირის თუ 10 დღის შემდეგ იწყებდა იმის მიღებას. არანაირი აბსოლუტურად, რა თქმა უნდა ეს არის ლოცვა და შრომა. ამას მე იმიტომ საუბრობ, რომ ღმერთმა ყველა კარგად ამყოფოს და ჯვარისწერია თუ ვინმეს აქვს ესეთი პრობლემა რა კარგი იქნება რომ რაღაცეებზე მაგალითად მიღებებზე თავი შევიკავოთ საკვებს და დავიწყოთ აი ეს მეთოდი სუფთა ხორბალი. ეხლა ხორბალი იმხელა კალორია და ისეთი საფუარია
რომ ხორბალი რომ მიიღო მაგალითად გარკვეული მაქსიმუმ 7-10 კოკოზი უკვე შეიძლება თქვა რომ უკაცრავა და დანაყრებული ვარო რა. ხო და რო განვიკურნეო მამაო თქვა და რომ მივედიო ყველას გაუკვირდაო რომ ჩვენ უკვე გარდასული კი არა სადღაც გვეგონი დაკრძალულიო. და ეხლა მე რაც არ დამოვყე ეხლა მამაოს გავსად თავის თავცხადია ვერ მოვყვები. და აი მე უკვე გადავწყვიტე რომ მთელი ჩემი ცხოვრება მიმეძღვნა უფლისათვის და საინტერესოა რომ ის იყო ქალწულებრივ მოღვაწეობაში ეს არის ის იყო დაუღალავ მოღვაწეობაში და მე მადლობა მინდა უთხრა მამა ღვთისავარს, მამა ნიკოლოზს, მამა პეტრეს, ვინც მლეთაში მასთან ერთად იყვნენ. მამა ღვთისავარი ბოლნიში რო ვიყავი, მორჩილი იყო და დღეს ღმერთმა არ ვიცი იღუმენია თუ არქიმანდრიტია და უდიდესი მოღვაწე მამები არის მამა ნიკოლოზი, მადლობა, აი ხმამაღლა ვამბობ რომ მამა ფოკა, ხო მაგათან მლეთაში ხა ბევრი სახელები არ ვიცი ვიზუალურად ბევრი. მამა პაისი არის ფოკის წინამძღვარი. დიახ, პაისი. აი მამა ნიკოლოზმა მითხრა რომ წლისთავი იყო, მაგრამ ეხლა შენიც ეხა რომ ჩემი მსახურების კვირაა და როცა ესეთი კვირაა, სულ წირვალოცები გვაქვს და ვერ გავიდოდით ვერსა და მადლობა კიდე იმ ადამიანებს, ვინც ისეთი ძალიან როგორ ვთქვა, ძალიან ლამაზად მოჭედილი და ლამაზი მარმარი როს თქვა დაადგეს. თუ გაქვს ნანახი. კი, ძალიან უნდა კვერთხია ესე. ხო, აი ძალიან. თვითონ როგორი ჯვარიც ქონდა, ეგეთი ჯვარია ზუსტად მე გიუთხარი მამა ნიკოლოზ და რა ვიცი, ჩვენო მამებო, მლეთის მამებო, მამა სერაპიონის მამებო და საძმო რა მე სულ მაგის არაჩვეულებრივი დედა ბარბარე. დედა ბარბარეზე კიდე ცალკე მინდა რომ ვისაუბროთ ეხლა რაც ეხლა მათ სიკეთე გააკეთეს გიორგი ჯერ იმ სახლის შეძენა, მე ისე მოწყობა, მე ათეულობით და ეხლა უკვე ასეულობით შვილების აი ამ ქუჩაში გასდილი შვილების როგორ ვთქვა აი შვილობილობ, ანუ იშვილეს ეს ხალხი აღზარდეს, სკოლა დაამთავრებინეს, ხელსაქმე შეასწავლეს და ამ დროს ვიღაცა უნამოსომ რაღაცა საჩივარი დაუწერა და უჩივლეს ყველას ახსოვს რაღაც ერთი 5-7 წლის წინ რომელიღაცა არ ვიცი, რომელიღაცა არ ხმა გადაცემას მიუძღვნა, როგორც მაგალითად ახალგაზრდა თაობის უკაცრავად ამ სიტყვაზე და გამრყნელი. არა და პირიქით იყო, ხო? და აი ამის ყველაფრის ავტორი იყო და მართლა დედასავით არის დღესაც დედა ბარბარემ რამდენი ტკივილები ნახა ფიზიკურიც, სულიერიც, მორალურიც და ღმერთს მადლობა რომ ესე გაუტეხელად გახარ ჩემო დედა ბარბარე და შეგვეწიოს მამაოს ლოცვა რა და თან ამდენი შვილი მამაო მაშინ ყავდა თუმცა მაიწეღა როგორც ახსენეთ თქვენ როცა თვითონ ქუჩაში იყვნენ მამაო და მე ააშენეს ეს ყველაფერი ხო საოცრება არის და დიდი მადლობა მამაო ამ ლამაზი აი მართლა ისტორიის და იმის გახსენებისაც სამწუხაროდ მამაოს არ გავმართლა დიდ ადამიანებს არ უმართლებთ ხოლმე რომ ბევრმა ვერ დაუფასა, ვერ დაუნახა. ძალიან ბევრი ადამიანი ყავს ესე განკურნებული, ბევრზე გადამკვდარი არის რაღაცა. თქვენ გაქებდნენ ახლა გუში რო ვიყავი, რომ აიო, ხო არაფერი ისეთი გაგვიკეთებია, მაგრამ სულ რაღაცნაირად თუ ყურადღებით არის ჩვენს მიმართო და ბევრმა ადამიანმა ეს დაივიწყა, მამო. ბევრმა ადამიანმა როცა უჭირდა, მაშინ ზურგი აქცია, აი ზუსტად, აი სპეციალური შტურმი იყო ეკლესიაზე გამოცხადებული და აგზავნდნენ რეპორტაჟებს იმას სპეციალური, მამო. კი, მახსოვს. ბოროტი ხალხი, რომ აკეთებდნენ სიუჟეტებს რა და წარმოიდგინეთ აი ბევრმა ადამიანმა ზურგი აქცია, ბევრმა ადამიანმა გარდაცვალების მერეც აქცია, დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრმა, ვისაც მართლა უშველია და დახმარებია და რომც არ დახმარებოდა ამ ხელა ამ დონის ფეხზე დაუყენა ოჯახებს, მეუღლეები, შვილები, მე ვარ ამისი შემსწრე. და მე ისიც მახსოვს მამაოს დაკრძალვის დღეს შენი გულის ტკივილი რომ სადა გინდა საერო, გინდა სასულიერო სფერო ძალიან ბევრი ადამიანი და ძალიან მამაოს ღირსებიდან რომ გადმოვიხედოთ თითოეულა კაცი იყო იქ ზუსტ მამაოს სიმაღლიდან რომ რაც ეკუთვნოდა ხო მაგას გეუბნები რომ გადმოვიხედოთ არა ხო და ეს მე იცი რა მინდა არსებობს ერთი რამე რა აი ფსალმონის სიტყვები არის რომ შურმან შეიპყრას ერი უსწავლელი და ბაძვით გამიგე და ცეცხლმან შესჭამდეს წინა აღმდგომნი აი ესე გრძელდება ეს ფრაზა მით უმეტეს ეს დიდი მარხვის პირველ შეწირული წირვების დროს არის ხოლმე ეს ხო და იცი რა არის გიორგი აი სახარებაში წერია და
ძალიან კარგად ამბობს დიდი მამა ივანე კრესტიანკინი. ვინ დაიყვირა, იცი პირველად ჯვარს აცვიო, ვისაც მიცვალებული გაუცოცხლა, ვისაც თვალები აუხილა. გამიგე ის კოჭლი, ვისაც სიარულიში, როგორ თქვა, გაასწორა, ის კეთროვნები, როგორ წერია 10-ნი რო განკურნა და ერთი რო მოვიდა, სად არიან ის სხვა 9 კეთროვანი სად არისო და შენ ვარ წმენამ გაგაცხონა შენ. ეს არის დიდი უბედურება, იცი? აი ძალიან კარგი არის ხოლმე თქმა რა. ბრმა ესე იგი ბრმას თუ თვალი აეხილაო პირველი რას გააკეთებსო და კარგად რა იმ ჯოხს გადააგდებს რომელი ჯოხითაც იარა მთელი წლები ვიდრე იყო ბრმა. აი ეს არის ეს წუთისოფელი რა. აი ეს არის და უბრალოდ იგივე თემაა გამიგერო ხა ჩვენში დიდი პრობლემა არის დაუნახაობა. აი ზუსტად. დაუნახაობა მამე და როგორ არის იცი? ესეთი კარგი თქმა არის რომ შურიან კაცო სიკეთეს არ უნდა გაუკეთო, იმიტომ რომ ისიც შეშურდება შენ რო სიკეთის მკეთებელი ხარო. მაგრამ აუიგრა მაგარი რაღაცა. ესეთი სიტყვა ძალიან კაი ფილოსოფიურია რა. მაგარი რაღაც. ძალიან კარგი ნახე, შურიან კაცს სიკეთე არ უნდა გაუკეთო, იმიტომ რომ ისიც შეშურდება რომ შენ იმას სიკეთე გაუკეთო. ანუ ამის ნიჭი რო გაქვს, ამის შესაძლებლობა რო გაქვს რა. შენ რო შეძე. ხო და ზუსტად ეგ იყო ახლა მამა სერაფიონის ბოლო პერიოდი ხო რაღაც აი ვიდრე გარდაცვალებამდე მაგალითად და იგივე გარდაცვალების დღეები ხა მეც მეგონა რომ რაღაცა ტევა არ იქნებოდა, მაგრამ იცი რა არის ეს არის ადამიანის თვისება და მე მინდა უთხრა ჩვენს მაყურებელს. ეხლა შენ ძალიან კარგად იცი გიორგი რომ თავიდან 30 წლის წინ ჩემმა ძმისშვილმა ჩემ ხელში დალია სული, მე 10 წლის შემდეგ გარდაიცვალა დედა ჩემი და კიდე 10 წელი გაგავდა და მე წავიდა ჩემი ძმა. ბერი, რომელიც იყო ბერი. მამა სოკრატემ აღკვეცა ბერი ანდრია და სხვადასხვა მამა სოკრატის 10 წლის თავიც იყო გუში. გარდაცვალების 10 წლის თავი კი, ესეც კიდე 10 წელი. კიდე გადაცემას გაუკეთებ მათ. ხო და მამა სოკრატეზე კიდე ცალკე შეიძლება. მე მაქვს გადაცემა, ხო იცი გაკეთე მამა სოკრატეზე და იყო აქ საუბარი და ეხა კიდე აუცილებლად მოვიწვევ იმ ადამიანებს. ხო და ეს თემა რატო წამოვიწყე, იცი, აი ვისაც აუ რა მაგრა ახსენეთ, ეხა ისე ხო არ ხდება. ხო, აბა დიდება უყარს, ხო და ღმერთმა ამრავლოს ოჯახი, ვისაც არ აყავს ოჯახის წევრი წასული. ამრავლოს ღმერთმა. მაგრამ აი მე მახსოვს მე მაშინ მამაჩემს უთხარი რომ ადამიანს რო გარდა ეცვლება ოჯახის წევრი იმ დღესვე უნდა მივიდეს კაცი. აი ჩვენ ქართველებს გვაქვს ესეთი რაღაც, აი დაკრძალვაზე მივალ გამოსვენებას დავესწრები და წამოვალ. ეს ძალიან დიდი შეცდომაა. აი მე იმიტომ გითხრა რომ ესენი ჩამოგითვალე იმდენი რამე გადავიტანე, ხა ჩემზე ბევრი აქვს ვიღაცას გადატანილი და ჯვარი ყველას წერია. მაგრამ მე ეს დავაფიქსირე, იცი რომ ეს ძალიან დიდი შეცდომაა, რო გაიგებ რომ ვიღაცა გარდაეცვალა, იმ წამსვე უნდა მიხვიდე, იმიტომ რომ თითოეული ადამიანი ახალი ნუგეშია, იცი, რაღაცა ეს ხალხი არ გაძლევენ იმის უფლებას, რომ რეალიზირება მოახდინო ამ შენ თავს დამტყდარი ტრაგედიისა. გამიგე? ხელში რო აიყვანო მდგომარეობა და თავი. ხო და აი გურამ დოჩანაშვილს აქვს რომ ადამიანიცო დღეო და ესეთ კარგი ისა რა ქვია მოთხრობა აქვს ეს შეყვარებულებრივ მიდიან თუ რაღაცა გამიგე და ამ დროს ბინძდებაო გამიგე ხო და ეს გოგორეუბნება რას ნიშნავს როგორ დღეო და როვე და ამ დროს ეს ბიჭი რო გაუჩინარდა და ეს გოგო შიშით კივის ეძახის რაღაცა გავიდა დრო ჟამი და მე რო დაინახა მართლა მიხვდა რომ დღე იყო ადამიანისთვის გამიგე და ამიტომ ჩვენ შენთან სულ საუბრობთ ხოლმე რომ ურთიერთარ სიმძიმე იტვირთეთ ეს არის ყველაზე მთავარი. აი ეხლა არის მარხვა პეტრე პავლობის მარხვა მოციქულთა თავთა და ზოგადად არის მე ესე იგი პეტრე პავლე და მეორე დღეს არის მოციქულთა ხსენება. ჩვენ ერმა ძალიან კარგად ვიცით რომ ჩვენი დედა ეკლესია პირველი რაც არის გული ჩვენი საქართველოს ეს არის სვეტიცხოველი არის მოციქულთა სახელობის. მოციქულთა მარხვა დიდი მნიშვნელობის არის. გაუდინარი იქიდან რომ მამათა სწავლებით, უფლის ლოცვა კურთხევით მოციქულები განჟიან კაცობრიობას, ძალიან დიდია მათი მეოხება და მათდამი ლოცვა ვედრება და ძალიან კარგი იქნება რომ
შეუდგეთ ეხლა მარხვას და მე ვიტყვი ერთ რამეს გიორგი რა ეხლა თანამედროვე ადამიანი მაინც რეალისტები უნდა ვიყო ჩვენ და მაინც თანამედროვე ადამიანი ყველაფრის მსჯელობას იწყებს კუჭიდან აი მარხვა რო იქნება რა უნდა ვჭამოთ რაღაც ერთი დღე როა ხოლმე და იწყება ზარები თევზი შეიძლება ამ დროს მე სიმართლე რო გითხრა ცოტა ჩემს აზროვნებაში ცოტა კნინდება ამ დროს ადამიანი იმიტომ რომ 1-12 საათი თევზი არის ყველაფერი და რაღაც ზღვის პროდუქტებზია ყველაფერი როდესაც ისეთი წინაპრების შთამომავლები ვარ ჩვენ რომ სისხლს და სიცოცხლეს ბოლო აი წუთამდე ზდებდნენ ქრისტესათვის და ეხლა ჩვენ ვიწყებთ რომ რაღაცა აი და ამიტომ მე მინდა ვთქვა რომ თუ ესია მსჯელობა და თუ ესე უნდა ვიმსჯელოთ მაშინ ვიტყვით რომ ეს მარხვა მით უმეტეს ძალიან ადვილი შესანახი მარხვა არის ხილი არის თევზი ეგრეთ წოწოდებული მრევლი სანატრელი თევზი და არა და ამ დროს ხსნილი ვარ საერთოდ პირს არავინ არ დააკარებს ხოლმე ეს არის ადამიანი გამიგე და არის ხილი არის ტკბილი არის რაღაცა თევზეული რაღაცები და ძალიან ადვილია ჩემო ძვირფასებო და მე ვეკნებათ ხოლმე რომ იქნებ დავიცვათ ეს მარხვა ნახოთ მოძღვრები ჩავაბაროთ აღსარება და წმინდათა წმინდა ზიარებით თანაზიარ ვიყოთ ქრისტეს და მიუახლოვდეთ უფალს და აი ეს ყველაფერი მინდა ვთქვა ერთი რამე რა გიორგი აი დღევანდელი სახარება იყო ესე იგი რომ უფალი ბრძანებს მათ ეს სახარება იყო მეშვიდე თავი თუ არ ვცდები და უფალი ბრძანებს არა ყოველმან რომელმან მრქვას მე უფალო და შევიდეს სასუფეველს ანუ ეს არის ძალიან დიდი სიბრძნე აი მე მინდა ვთქვა რომ შეიძლება მთლიანი სახარება ვერ გაიგოს ადამიანმა მაგრამ სახარებაში არის მეთქი ისეთი პატარა აი ამონარიდებივით რომელიც ცხოვრების დევიზად უნდა გაიხადოს ადამიანმა და თქვი კიდევაც რომ ხანდახან მინდა ხოლმე რომ სახში შპალერი კი არ იყოს სუეს წარწერები იყოს აი მაგალითად შეიძლება ვერ გაიგო მთლიანი სახარება მაგრამ ის როგორ ვერ უნდა გაიგო რომ მაგალითად სასუფეველიცათა იძულების და რომელმაც აიძულოს თავითვისი მან მიიტაცოს იგი ერთ-ერთი მამა ამბობს როგორი საინტერესოა ერთადერთი სიტყვა მიტაცება წართმევა რა იგივეა ხო თვითონ ხო არსად არ არის სახარებაში გამართლება რა თვითონ უფალი გეონება შენ შეგიძლია რომ მიიტაცო რა თქმა უნდა უფლის კაცთმოყვარებაა ყველაფერი იესო ქრისტესი არა თავისთავად ცხადია ჩვენი მოღვაწეობა მაგრამ თუ ქრისტეს კაცთმოყვარება არ იყო თავისთავად ცხადია მაგრამ ეს არის ეს ხო შეიძლება რომ ცხოვრების დევიზად ეს როგორ შეიძლება რომ არ გაიგო იგივე მაგალითად ძალიან პრიმიტიულია უფალი ამბობს ვისაც უნდა შემოდგომად ჩემდა როგორ უნდა შემომიდგეს ესე კი არა უბრალოდ შემომიდგე უარყავ თავითვისი და მე აი რაღაცა საფეხურებით მიდის შეგიძლია ყველა პატარ-პატარ რაღაცზე როგორაც ვთქვით აი სახარების განმარტებლები რო არის ესე მიყვე და განმარტო უარყავ კაი მე უარყავი რას ამბობს უფალი და აღიღე ჯვარითვისი და შემომიდეგე მე ამის გარეშე და აი ამის გარეშე უკვე ტყილია ყველაფერი და იმიტომ ამბობს უფალი არა ყოველმან რომელმან რქვას მე უფალო და შევიდეს სასუფეველსა არამედ მე ამბობს უფალი არამედ ნუ რა თქმა უნდა ეს სახარებიდან არის რომ არამედ მან რომელმან ისვინოს და დაიმარხოს სიტყვა ღვთისა ანუ დაიმარხოს რომელმაც კიდე ერთხელ მინდა ვთქვა შეისისხლ ხორცოს და აი ამასთან ერთად აი ამ სიტყვებთან და იცხოვროს ქრისტესთან ერთად. აი ძალიან კარგია ხოლმე, როდესაც ჩვენ ნათლავთ ბავშვებს, იქ არის ძალიან კარგი სიტყვები და ვგალობთ ხოლმე. რაოდენთა ქრისტეს მიერ ნათელ გვიღებიეს, ქრისტე შეგვიმოსიეს. ეს ძალიან ბრძნული სიტყვებია. ქრისტეთი უნდა შევიმოსოთ. ძალიან ადვილია, როდესაც გვაქვს სიყვარული არაფერი ძნელი არ არის. არც მარხვა, არც მოთმინება, არც თავ განწირვა მოყვასისთვის. ქართველებს ერთი კარგი სიტყვა აქვს, შენი ჭირი მე. არსად არ არის, არც შენ გენაცვალე. არსად არ არის. სოფლიოს ხალხთა შორის არსად არ არის და კიდე ბევრი და ბევრი, ახლა მე აქ ფილოლოგი არა ვარ, რომ ჩამოვთვალო, ხო? და აი ეს არ გაგვიძნელდება, რომ სხვისი ჭირი ვიტვირთოთ, რასაც ვიქადაგებს უფალი მოციქული სპირით. ზუსტად ეგ არის ურთიერთარ სიმძიმე იტვირთე და ეს შენი ჭირიმე და შენ გენაცვალე მოვიყვანოთ სისრულეში, აბსოლუტურად. ეს არის ქრისტიანობა.
ანუ რომ დაუკვირდეთ ქართული ერული და სულიერი სასულიერო ესე იგი შემეცნება ძალიან შეზავებულია ერთმანეთში ძალიან შეზავებულია ერთმანეთოთ არც ერთს არ აქვს ის ძალა რაც აქვს კი ბატონო ხო და აი ჩვენ მე ვინა ვარ აქ ისეთი მოძღვრები მოდიან ესე იგი მე პირდაპირ გეუბნები გიორგი რომ ვრთავ ძალიან ბევრ რამეს სწავლობ აი ნებისმიერი მოძღვრისაგან და მე მინდა უთხრა ყველას როცა ადამიანი თავისთავად დაკმაყოფილდება და იტყვის რომ მე უკვე რაღაცას მივაღწიე აი იმ წამიდან იწყება თავქვე სიარული და ვიღაცა იტყვის რომ ეხა მე რო თქვა ეხა 27 წელს მღვდელი ვარ და რა თმინდა არა მე აქ ვინც მოყავს ყველას უსმენ ამის გარდა კიდე ინტერნეტში აი თქვენს მინდა არა ერთხელ მithქვია შენი გადაცემის მეშვეობით საზოგადოებისთვის რომ ძალიან ადვილია დღეს აი როდესაც რაღაცას მაგალითად მანქანით მგზავრობთ ხო რაღაც ჩართეთ ეს ქადაგებები მამათა ქადაგებები პატრიარქის ქადაგებები რავი წმინდანების ქადაგებები იოანე ოქროპირი რავი 1000 რამე უსმინეთ მე ვფიქრობ ერთ რამეს რომ ეხა ვინ ცოტა ასაკშია რაღაც 30-40 წელს ვის მიაღწია მე მგონი ხანდახან რო ვარ ამ რაღაცა ჯაგიჯუგებს ცოტა ხანი გვერდზე ხელი ვკრათ რაღაცნაირად რა მაგნიტოფონზე მაგ საუბარი და რაღაცა უფრო მაღალ ეტაპზე და უფრო მაღალ ეტაპზე გადავიდა და რაღაცა იქ სახარების განმარტება მთლიანობაში ჩვენი არსი არის ერთი რამე ჩემო მაყურებელო და ჩვენო მსმენელებო რომ ჩვენი არსი არის ერთადერთი რამე მიუახლოვდეთ ქრისტეს და კიდე ერთხელ მინდა თქვა და გავხდეთ ქრისტეს თანაზე და ქრისტეს გვერდში მდგომნი. მე ადრე ვთქვია გიორგი. დიახ. და კარგად ვთქვი რომ კარგად გამიგეთმეთ კი მე რას ვამბობთ. ჩვენ ქრისტიანები კი არ უნდა ვიყოთ ხოლოდ. უნდა ქრისტესნაირები უნდა ვიყოთ. ეს არის ქრისტიანობა. ქრისტესნაირები უნდა ვიყოთ და ბოლოს და ბოლოს აი მე მაინტერესებს ეს მიუტევებლები ვინც ახარ და ვისაც გონიათ რომ ვიღაცამ დიდი ცოდვა ჩაიდგა თქვენს წინაშე. ერთ-ერთი მამა აქვს ქრისტემ გაპატია და ჯვარცმა შეფურთხება გამათრახება ვინ გაპატია ღმერთმა ვიღაცა მეგობარმა კი არა და მიწიერმა ღმერთი ჩამოვიდა აი ამისთვის სხვადასხვა ის რასაც მეგობარი არ გაპატია ხო მაგას გეუბნები არა ბიჭო ოჯახის წევრები აღარ პატიობენ კაცო რომელი მეგობარზეა გიორგი ოჯახში არის ხო და მე ერთხელ თქვი და აი მე კიდე მინდა გავიმეორო შენ რომ ეხლა ყური როგორია ისი თუ ყოველდღე არ გაიგო ახალ-ახალი რაღაცები და ხო და გავიმეორე ვის ახსოვს არ ვიცი მაგრამ მე მინდა რომ გავიმეორო ერთხელ უწმინდესმა პატრიარქმა ილიამ გვითხრა ჩვენ რომ ესე იგი ერთ კონტინენტზე ახალი ეპარქია დაარსდაო თუ გახსოვს გიორგი თუ არა და კარგი რაღაცაა და აფრიკის კონტინენტზე ხო და ჯო არც ერთი მღვდელი არ მიდიოდა იმიტომ რომ ეხლა აფრიკაში რო წავიდეს ეხლა იქ თავისებურია ყველაფერი ხო და ბოლოს ერთი მოძღვარი დაწინაურდა და მივიდაო ამ მღვდელმთავრ უთხრა რომ მეწავალო და კი მაგრამ შენო გამეცანიო ვინახარო და რა ხდებაო და ამან უთხრა მე ვარ ესა და ეს ყავს ცოლშვილი მშობლები ჩემი მეუღლე ჩემ მშობლებს ეჭხუბება ჩემი შვილები პაპაბებიოს ჩემი შვილები ერთმანეთში არ ლაპარაკობენ მე და ჩემ ცოლს პატივს არ გვცემენ მოკლედ მთელი აურზაურია და ამ მღვდელთან უთხრა ერთი რამე რომ სახში ქონია შვილო აფრიკაო და წააგზენი აფრიკა დაალაგეო სად ვიდიხარ რომელი ასე რომ ვისაც სახში აფრიკები გვაქვს ჯობია რომ დავალაგოთ ესე ჩვენ ყველანი მიწიერები ვართ და არავინ არ გაიგოთ ეხა ცუდა ჩვენი საუბარი მაგრამ ჯობია რომ დავალაგოთ ჩემო ტკბილებო ოღონდ დავალაგოთ ერთი რამით რომ საკუთარი თავი დავადანაშაულოთ დავანებოთ სხვას რომ ისატყუის შენ წინაშე სხვათა შორის ქრისტეს წინაშე ყველა ტყუი ვართ მაგრამ ქრისტეს სიტყვებია მიუტევე მამაო რამე თუ არიციან რას იქმან ბოდიში გიორგი სხვათა შორის მამო აი ვინც ხვისი დალაგება მოინდომა თავისი ყოველთვის შეება მიუხედავი რა და იმიტომა თავისას გაურბის და იმიტომა სახში რო ერევა და ღმერთი ამას განიშნებს რომ შენ ჩემ ოჯახზე კი არ ილაპარაკო აი ის გახედე და იმაზე ილაპარაკე და ეს არის თელი ის რომ აი მანდ უნდა მიხვდე შენ რო სხვის განკითხვას და იმას დაიწყებ ესე იგი შენ რაღაცას გაურბი ხარ შენთან და იმიტომ გადმოდიან ხოლმე მამაო რა პრობლემა აი ძირითადად აი ჩვენთანაც აი მაგალითად ჟურნალისტიკაში და იმაში აი
სურო სხვებზე ამზადებენ ცუდ სიუჟეტებს მე არ მინახავს მამაო რომ თვითონ კონდეთ დალაგებული აი მაგალითად ეკლესიაზე ამბობენ რომ რაღაცა არეულია რაღაცა დასალაგე ვიღაცა მღვდელზე ამბობ მე არ მინახავს ჯერ ადამიანი რომლის ოჯახში მე შემიხედია რომ მას თვითონ ქონოდა დალაგებული და სხვის დასალაგე იმიტომ რომ მამაო არ არსებობს ადამიანი ვისაც დალაგებული აქვს და ეს ძალა და ტვისტი და ტკივილი იცის და როგორ განიკითხოს ან სხვის ტკივილზე რამე იქილიკოს ან წინ წამოწიოს სხვისი ტკივილი მამა იცი რა არის ეხლა თავისთავად შენ პირდაპირ ის განმარტე რასაც უფალი ამბობს რომ სხვის თვალში რომ უყურე ბედს შენ თვალში დაინახე დირე დაახლოებით ერთი კაი დიდი შეშარვა იყო დაახლოებით ეგეთი თემა ხო და ეგ არის ჩვენი ტრაგედია ეს ტრაგედია ადამიანი თავის სულში რო ჩაღრმავდე აი უფალი რო ამბობს და ვერ გავუგო ებრაელმა ერმა რომ მე ამ ტაძარს დავანგრეო და 3 დღეში აღვადგენო და იმათმა რაღაცა იმაზე მიიტანეს რაღაცა ფიქრი კედელზე რაღაცა აშენებულ ტაძარზე და აი ამიტომ მე მინდა ვთქვა ჩემო ძვირფასებო რომ საკუთარ სულში როცა დაიწყებთ სისუფთავეს ანუ საძირკვლის ამოთხრას რომ სახლი ააშენოთ სახლი იმისი რომ უფალი ბრძანებს სახარებაში ნახეთ რა საინტერესო ამბობს რომ მელიასო ხრელი აქვს და ცისფრინელებს ბუდეებიო და ხოლო კაცის ძეს არა აქვს ადგილი სადაც თავი მიიდრიკოსო და ეს არის ჩვენი უპირველეს ყოვლისა თავარი ვალი რომ აი ძალიან გულით საუბრობ გიორგი რა ეხლა არც არ გვისაუბრე და მინდა რომ ყველამ გაიგოს ეს რომ აი ეს ადგილი ჯერ საძირკველი რომ გათხარო სახლის რამხელა დრო უნდა ხო რამხელა შრომა უნდა დროს ავიდანებე მერე კედლების ამოყანას და მერე სახურავის დაფარებ და თქვენ სულში აუშენეთ უფალს ეს უზარმაზარი სახლი რომ თავი მიიდრიკოს რომ არ გაუჭირდეს უფალს ამ ღვთივკურთხეულ ქართველ ერში და საქართველოში ისეთი გულის მოძებნა სადაც უნდა მიიდრიკოს თავი და რომ აღარ ითქვას უფალმა რომ ამ ერში და ამ ოჯახში არ არის ჩემი ადგილი ხო ეს არის გამიგე ძალიან კარგი ანდაზები აქვს ჩვენს წინაპრებს კაციო თავის თავს რა რო უზავსო მტერი ვერ უზავსო მტერიო ხო ეს არის ამ პარტავნებაში რო ვართ ეხლა დღეს მაგალითად მე მწირველი ვიყავი და გადაგებდი აი ამ ფრაზიდან ძალიან ეს მეთქი ხო გითხარი დევიზია განაყოველი რომელმან მითხრას უფალო და შევიდეს სასუფეველში ხო ხო აი მე ვთქვი რომ ამდენი მრევლია ღვთისწყალობით მადლობა უფალს და ჩვენს ეკლესიას ჩვენს სინოდს და ჩვენს პატრიარქს და ილია მეორეს და შევიდა ყველას მაგრამ ამდენი ხა მრევლიც არის ეკლესიაში ამდენი მართლა მორწმუნე რო იყოს და მართლა ქრისტიანი რო იყოს აბა ნახევარი იყოს მაგის აი მაგას გელაპარაკები მაგაზე საუბრო 90%-ია საუბარი მამა 2 მილიონზე მეტ ადამიანზე ხო მაგას საუბრო ეხლა მე იშვიათად მიწევს ხოლმე ეხლა შენ ძალიან კარგად იცი ჩემი როგორ ვთქვა ეს რა ვქნა პროექტი თუ პროგრამა თუ რაღაცა ხო ეკლესია სახლი სოფელი ეკლესია მაგრამ ხანდახან მიწევს ხოლმე ან საკოლმეურვე ბაზარში მივიდივარ მეუღლესთან და არა ნუ მე არ მესმის ესეთი ცხოვრება ბილსიტყვაობა ტყვილი დამცირება ხანდახან ანუ მე არ ვიცი და ხანდახან მეთქვია ხა ჩემი მეუღლის ეხლა ამისთვის სულ ერთი არ არის ეხლა გინდა მღვდელი მოვიდეს ვინ არის პრეზიდენტი ვინ არის პრემიერი ვინ არის პატრიარქი ვინ არის მოძღვარი რა შეაინტერესებს 20 კაპიკის გულისთვის გამოგჭრის ყელს კი სუსტა როგორ გული მწყდება ხოლმე აი ამას გელაპარაკები გამიგე და მე შენ მოძღვარი რაღაცას ეტყვი რომ ესე ნუ გააკეთებ გამიგე და მე ეგრევე წამოიჭრებიან ტელევიზიები მე ეგრევე წამოიჭრებიან რომ ხო ჩვენ რატო უთხარით და მაცხოვარი ქადაგებს მიტევებას ძალიან კარგად წაიკითხეთ იქ რას ქადაგებს მაცხოვარი და ყველაზე მიტევების იქითაც საინტერესო რა არის იცი ყველაზე საინტერესო ეკლესიაზე საუბრობენ ის ხალხი ვინც ეკლესიას საერთოდ არის არ შიგიდან არ გარედან გაიგე და ღმერთი არის 20-ს არ გაპატიებს და ხო მაგას გეუბნები და ყველაზე მთავარია რომელმაც ახსარება არის ის გესაუბრება სინანულზე და რომელმაც წმინდა ზიარება არის ის გესაუბრება სიწმინდეზე საერთოდ ხო და რა ვიცი მაცხოვარი ბრძანებს შემოტკბილებო კურნალო განიკურნე თავი თვისიო რა ასე რომ ჩვენ
თან გასწავლის, ხო, თავის დავაცხადია, აბარე ხა თან ხა ბოდიშები უნდა უხადო, ეგრე კი არ არის კაცო და ზოგადად მე მინდა ვთქვა, რომ საქართველოს ეკლესია არის უძლიერესი ეკლესია, არის უნიჭიერესი სასულიერო პირებით სავსე ეკლესია. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდაა და ძალიან ბევრი არის, როგორ გითხრა რა, შეიძლება შეხედოთ და პატარა ბიჭის ვიზუალი ქონდეს, მაგრამ აი უსაზღროდ წიგნიერები, უსაზღროდ განათლებულები და რა ვიცი, მე აღარ ვამბობ ხა ჩვენ მღვდელმთავრებზე და პატრიარქზე არაფერს აღარ ვამბობ, მაგრამ მე ვსაუბრობ, რომ ძლიერი ეკლესიაა და იცი რა არის ისარგებლეთ იმით, რომ ამ ეკლესიის შვილებად ყოთ თქვენი თავები და აი ეს ერთნი ვართ, ხო? აუცილებლად. მიუტევებელი ცოდვა არ არის და დღესაც რომ მოვიდეს ის ჩვენ ვიც გლანძღო და გვაგინება და დიდი სიამოვნებით მივიღებთ. თან მამო რა არის იცით აი ეკლესიიდან რომ გამოდიხარ ადამიანი ჩვენ ეხა აღმოაჩინეთ ერთმანეთიო ეხა ადამიანი გიწერ თქვენ რომ მამაოსო ძალიან დიდი მადლობა ის ამაგარი სიტყვა შეუსაბამო აღმომაჩინე ხო და წარმოიდგინეთ აი წერს ადამიანი იმაში რა ვქო ინტერნეტში ხა დაწერა რომ და მადლობელია ბევრი ადამიანი მამაო როგორი რაღაცა იცი აი რომ მოდიხარ მამაო ხო მე ისედაც ბოროტი მებიწვის რა რაღაცეებში რომ გამოდიო ეკლესიიდან ის ლოცვა არ შემარგოს ის თანადგომა არ შემარგოს ის რაღაცა და შენ ნუ იქნები იმ ბრძოლის იარაღი იმიტომ რომ შენ რო შემხვდები კეთილად ამას ძალიან დიდი განწყობა აქვს რო შემხვდები ცუდად შეიძლება ის ჩემი დაგროვილი რომელსაც ბოროტი შურს ბოროტს და უნდა რომ დამაბნევინოს შენი ხელით დავაბნიო და გეხვეწები შენ ნუ იქნები აი ეს ადამიანი რომელიც აი როგორი აგრესია დღეს მამაო ის სიგნალების ხო ატყობთ ხო არ დათმობა ისა და გულდასაწყვეტია იმიტომ რომ ღმერთს ერთმანეთისთვის გაგვაჩინა და იმის იმედი აქვს რომ მე თუ ვერ შევძელი შენ შემაძლებინებ იმა თუ ვერ აღმომაჩინა შენ აღმომაჩენ და აი ეს არის უბრალოდ აი ეს არ უნდა მოხდეს თუ ჩვენ ერთმანეთს ვერ ვაღიარებთ და ვერ აღმოვაჩენთ მამაო მაშინ რა აზრი აქვს ჩვენ სიტყვაზე ცხოვრებას ხო იცი რა არის ერთ-ერთი მამა ამბობს რომ თუ ეხლა არ არის მოულოდნელი გარდაცვალება გარდაცვალების წინ ყველა ტირისო და რატო ტირისო იცი რომ ვერ უკვე მერე ხდება გამიგე უკვე მერე ხდება უკვე სულს რო არაფერი აღარ შეუძლია უკვე გამოდის რომ რატო ვერ მოვასწარი სიყვარული მიტევება თამდაბლობა გამიგე და უბრალოდ ძალიან პრიმიტიულია ერთი კარგი სიტყვა არის ესეთი როგორცო ლამაზად გატარებული დღე იძლევა რა ქვია ლამაზ სიზმარსო ესე კარგად გატარებული სიცოცხლე იძლევა კარგ აღსასრულს, ლამაზად აღსასრულს. ასე რომ, რა საინტერესოა, იცით ქრისტიანობა, ყველაფერი ჩვენ ხელშია. ბედნიერებას ჩვენ ვქნით ჩვენი თავისთვის. რა გაგებით ვამბობ? ანუ ვიღაცა აი მე რა უბედური, არაფერი უბედური არ ხარ. როგორ შეიძლება იყოს უბედური, როდესაც მაცხოვრი სისხლით ახარ გამოსყიდული. და არ ვიცი ხა ვინ რაში ჩამithული შოვინიზმში თუ რაში ჩავით, მაგრამ უფრო მეტი მე დავამატებ, რომ როგორ ბედნიერ მე ხო იცი როგორ ვიცი ხოლმე გიორგი გარკვეულ დროს ხოლმე როგორ ბედნიერები ვარ ჩვენ და როგორ უნდა ყვარებოდეთ ღმერთს რომ ქართველად ჩავესახეთ და ქართველად საქართველოში დავებადეთ აი ეს ყველაფერი არის ბედნიერების მიზეზი მე მით უმეტეს თუ ოჯახში სიტყვა ურთიერთპატივისცემა ძალიან ბედნიერები ვარ ჩვენ მადლობა დიდება და მადლობა ღმერთს და აი რახან ეს თქვი ამით ვისარგებლებ და ვიტყვი რომ წმინდა იოანე ოქროპირი ბრძანებს ეს სიტყვა დიდება და მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის ეს არისო აი როგორ ძაღლს კეცრო დაარტყავო და შენ რომ არს დაგინახოსო ისე აი უკვე იმ კეცრო დაინახავს ანუ კეტი ესე იგი ჯოხი რა სოფლური თქმა არის ესე ხო აი იმ ჯოხს რომ დაინახავს და იმისი შეეშინდებაო რა ეს სიტყვა უკვე დიდება და მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის არის ის დიდი კეტი და მათრახი იმ ეშმაკის ზედა ეშმაკის მიმართ რომელიც დააბრთხოვს იმიტომ რომ ნებისმიერ დროს და თვითონ დიდი მამის იოანე ოქროპირის სიტყვები რა იყო ბოლოს დიდება და მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის და დიდება და მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის მამო ერთი ორი საკითხი მაქვს კიდე წამოსაჭრელი თუ შეიძლება რომ თქვენი ოჯახი აუცილებლად მინდა მოვიკითხო განცას მინდა დღეს აი მიუხედავად იმისა რომ აი ძალიან მადლობელი ყოველთვის რატო არის თქვენი და დიდად გაფასებ ყოველთვის აბსოლუტურად მაგრამ უდიდეს პატივს ატოქცემთ იცი რომ აი შვილის დაბადების დღე გაქვს დღეს და უარი არ თქვი მაინც მოხვედ აუცილებლად მინდა რომ აქ პირდაპირ ეთერში მოგილოცოთ ამ არაჩვეულებრივი მართლა ანგელოზების გაზდა და მართლა ის
ოჯახი, რომელიც აი რა ვიცი, თუ შეიძლება რომ ვინმე აი უცხოეთში როგორც ელჩათ აქედან გაუშვა რაღაც ოჯახი, რომ აი ესეთია საქართველო, ხო? აი თამამად ვიტყვი, რომ მამაოს ოჯახი უნდა იცოდეთ თქვენ. აი ეს არის აი პირველ რიგში წარსადგენი რა და დიდი მადლობა ამისათვის, აი მთელ თქვენ ოჯახს. მამას განსაკუთრებით მოვიკითხავ კიდე და ფოფოდიას და ყველა იმ ადამიანს, იმიტომ რომ აი ეს ადამიანები არიან, ის ადამიანები, რომლებიც სტიმულს მოგცემენ, რომ ხელახლა დაიბადოთ. ან ბევრისგან ეს მე მეგონა, რომ მარტო მე ვიყავი რაღაცნაირად ის რომ აი რაღაცა ნუგეშ გაძლევენ, რაღაცა სულ ყოველთვის აი დადებითად გექცევენ და თურმე ყველასთან ესე არიან აბსოლუტურად და მადლობა მამო ამისად. უღრმესი მადლობა და აი მამა სერაფიონი და ისინი რატო დადიოდნენ თქვენ სახში, პატრიარქს რატო უყვარდით, ესე ძალიან და აი ეს ყველაფერი აი ნენელა ხვდებით ჩემნაირი ხალხი, იმიტომ რომ ჩვენ მაინც ხო იცი წლოვანებით პატარები ვარ და ისე დიდად ვერ ვიყურებით, მაგრამ აი რაც უფრო მეტად გიცნობთ მამო, მით უფრო მეტად აი აქედან დიდი სიყვარულით დიახ ყველაფერი არის ღვთისწყალობა მე ხა მაგას ვერ შევიფერებ ჩემო გიორგი თუმცა შენი გული ვიცი და მადლობა მამო ეგრე არის ნანა გვანცა არის ჩემენი მეხუთე შვილი და დღეს გახდა 23 წლის ასე რომ მადლობა ყველაფერს და მე მინდა ვისარგებლო შემთხვევი და ასევე დღეს არის ერთი კარგი 8 წელმოსილი მოძღვრის მამა მიქაელ ქადაგიშვილის დაბადების დღე და რამდენი წლის მღვდელია და კარგი იუმორის პატრონი, კარგი ხელოვანი, კარგი მოღვაწე. მამა მიქაელ გილოცავთ გენაცვალე და რა ვიცი, გვიყვარხართ. აუ მეც დიდი სიყვარულით ვერთები მართლა უდიდესი ადამიანი და მადლობა რომ ყველა მოძღვარს მოვიკითხავ ჩემო გიორგი ყველა მამა ალექსანდრე ბოლქვაძე განსაკუთრებით ისე აი რაღაცა ჩემთან არის ყველაზე საპატივცემო მამაო იქ კაცი მამა ალექსანდრეს მოვიკითხავ ზოგადად აი მე მოვიკითხავ ჩვენ ბერმონაზნებს რა აი ისეთ მართლა ქვაფთა და ხრელთა რო არიან და ყინვასა და მზეს რო არ უშინდებიან და რა ვიცი თქვენი ლოცვა შეგვეწიოს რა და მესაზღვრეები კიდე მითხრე ჩვენი მხარე ეხლა თუ შეთანხმება პატრიარქმა ყველგარო ჩადგა მამაო ბოდიში უნდა ვთქვათ რა პატრიარქის სიბრძნე რო დარიალიდან მოყოლებული ყველას ჩაუდგა მონასტერი რომ რამხელა ნაბიჯი არის ხო აი ეს მესაზღვრეებები აი რომლებიც ძალიან ბევრი არიან მამაო მერტმა დალოცოს თქვენს მოგვიხსენეთ აუცილებლად გიორგი მოვიკითხავ ირაკლი ღარიბაშვილს დიდი პატივისცემი დიდი მონატრებით ამასნად ვიყავი შესული მაგრამ კი გავიდა მისი ოჯახი ძალიან სუფთა და გულიანი ქართული და ძალიან წმინდა ოჯახია რა იმიტომ რომ მე მადლობ ღმერთს რომ ეგ ოჯახი გამაცნო და ძალიან ღვთისმოში და ეკლესიური და ეხლა მე ნუნუკასაც ვიცნობ და მის შვილებს და მადლობა თქვენ რომ ესეთი ღირსეული და გულიანი და სუფთა და წმინდა ადამიანები ხარ და მით უმეტეს ქართველები ხართ. გაიხარ მართლა აქედან ყველა ჩემთვის ხო პატიმარი არის ძალიან მნიშვნელოვანი რა. ონც ისეთი პატიმრები თუ რაღაცა სხვა პატიმრები იქამდე არ აწამეს რაღაცა, ანუ რაღაცა კასტა, რომელსაც ვერ ვიხსენებ, მაგრამ ყველა პატიმარს აი განსაკუთრებით მოგიკითხავთ, რა თქმა უნდა, ირაკლის პატიმარიას დიდი სიყვარული და აი ძალიან ბევრი რამე გაუკეთა ეკლესიას. რომელიც ეკლესიას თუ რამე ისეთი აი ძალიან დიდი და ისეთი გაუკეთა, ერთ-ერთი მისი პრემიერობის დროს გაუკეთა და ამ 8 წლის არ დანახვა. უბრალოდ არის დიდი სიბოროტე და მე აი ყველას გირჩევთ, რომ ლოცვებში მოიხსენიოთ, რომ ეს ადამიანი იყოს კარგად და ბევრი ადამიანი არის ესეთი, რომელიც ჩემი აი დიდი სიყვარულით მოგიკითხავთ რა უბრალოდ ვისაც აი მართლა გეკუთვნით ხართ ისეთი ხალხი იმიტომ რომ რაღაცა არის რომლებიც სიტყვაზე წინათ რაღაცა პატიმრებს ძალიან დაუშავეს და იმათ აი ხანდახან გული არ მიმდის ხოლმე მიუხედავად იმისა რომ მეწოდებით რაღაცნაირად აი მაგრამ აი განსაკუთრებით ყველა პატიმარს მოვიკითხავ და ირაკლისსაც და რა თქმა უნდა აი იმ ადამიანს ვისაც გიჭირთ იქ ბურჭულაძე არის ადამიანი ბევრი შვილის მამა არის არაჩვეულებრივი კაცი იყო და მასაც მოვიკითხავ და ყველა იმ ადამიანს იმიტომ რომ ჩვენ ვართ ერთი ხალხი და ჩვენ ერთმანეთი მოგვენატრებთ. მამა ვიტალიეს რო ქონა ხო იცი ძალიან კაი სწორება და ეს უნდა აქციო დევიზად შეიყვარეთ სიყვარული. აი რო გიყვარს ხალხი ამით უნდა დაიტკბოს სული და გული და შეიყვარეთ სიყვარული. აი მამა როგორ შეიძლება რომ სხვისი ტკივილია ისო ციხეშია და შე როგორ შეიძლება რომ არ გაიზიარო. მაშინ შენ რა პროფესიას არ უნდა მსახურობდე როგორ ხარ იმ პროფესიის ერთგული არ არსებობს. უბრალოდ ადამიანობასთან შეხება აღარ აქვს მაშინ. კი ბატონო 1000%. და ეს შეიძლება ხო იცი ეს რა ქვია ეს ბუმერანგია შეიძლება ხვალე შეშენთან მოვიდეს. აუცილებლად მოვა თან. ეს არის ხდება ხოლმე.
გაგაზიარებინებს ღმერთი. კი, ვირსო პიტნა ეზიზღებოდა და სულშიტენიდან, აი, აუცილებლად. ხო და დიდხანს იცოცხლეთ, განძლეობა მოგცეთ. ეს არის ტვირთი ჩვენი და აი როგორიც არ უნდა იყოს, ხო? აუცილებლად იცოდეთ, რომ ეს ტვირთი არის ღვთისგან ღმერთი მეც არ დაგადებდა, გადაიტანთ აუცილებლად ღირსეულად. წარმატებებს გისურვებთ, მე გახდით გიორგი დარასელია, მამა გიორგი დორეული გახდა ჩვენი სტუმარი და ბედნიერებას გისურვებთ დროებით.